ეხლა რაც შეეხება გადავალ, ეხლა ძალიან რო არ გამიგძელდეს სიტყვა თანამედროვე პერიოდს, ხო? რაღაცნაირად ეს სიგიჟე, რომელიც აქამდე იყო საქართველოში, არა მთავრდება. აი ამ სტადიაში ვართ და ეს არის სწორედ ამ დასავლური საზოგადოების კრიზისის ძალიან დიდი დამსახურება. იმიტომ რომ დასავლეთში ისე ვითარდება ეს მოვლენები, რომ ძალიანაც რო გინდოდეს რა ამ ვითარების გამო შენ მისი მოკავშირე ვეღარ დარჩები. იმიტომ რომ შენ თუ დარჩები მისი მოკავშირე და აი იმ დასავლური თანამეგობრობის წევრი, რომელსაც დღეს ევროკავშირი, თუმცა არც არავინ არ გიღებს არც ნატოში და არც ევროკავშირში, ეს უბრალოდ იყო ესეთი სტაფილო, რომელიც გვერდწინ ჩამოგიკიდეს იმის გამო, რომ არ შეგეცვალა შენ რაღაცა შენი პოლიტიკური გეზი. ერთადერთი ფუნქცია, რაც შენ მოგანიჭეს, ეს იყო რუსეთის გამაღიზიანებლის და რაღაცა დესტრუქციული ფუნქცია და როდესაც სუბიექტს დესტრუქციულ ფუნქციას ანიჭებენ, არა, თუ დროზე არ მოეგო, გონს ძალიან ცუდად ამთავრებს და ეს უკრაინა არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა, რომელიც საერთოდ მე ვთვლი, რომ არავის ფობია არ უნდა გახასიათებდეს, იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური მენტალური მდგომარეობა, ეს შენი განწყობა და აი ეს რუსოფობია რაღაც სიგიჟეში არის დღეს გადასული, რომელიც ტექნოლოგიურად არის ძალიან კვალიფიციურად გამყარებული, ხო? იგივე ამ დასავლეთის მხრიდან, მაგრამ დღის წესრიგი შეიცვალა და ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი და პუტინი მშვენივრად საუბრობენ და არის იმის დეკლარირება, რომ ნატო აღარ არის აქტუალური, რომ ევროპული ქვეყნები ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებაში და სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. ეს მე მგონი რაღაცა ღმერთის წყალობაც არის, რომ ეს სიტუაცია იცვლება საქართველოს საკეთილდღეოდ, ხო? და ის გამაღიზიანებელი დესტრუქციული ფუნქცია, რომელიც შენ გქონდა, შეიძლება შეიცვალოს. აი გააჩნია ხა როგორ გადანაწილდება და ეხლა ჩვენ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში ვართ და ღმერთმა ქნას რომ დაალაგდეს ის სამყარო, იმიტომ რომ ის კატაკლიზმები, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ, სწორედ აი ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესის გამო არის. და ეს პროცესი თუ ჩვენ ისტორიულად განვიხილავთ, არა, ყოველთვის არის ძალიან მტკივნეული. მთავარია, რომ რაღაცნაირად ჩვენ ამ მტკივნეულ პროცესებს გავარიდოთ თავი. არ მოვხვდეთ იმ ნანგრევებში, რომელშიც ჩვენ მოვხვდით საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ და მე ესეც არ მესმის, იცით, პროდასავლური, პრორუსული. პირველ რიგში შენ უნდა იყო პროქართული და შენი პოლიტიკა უნდა აწარმოო ისე, როგორც წაადგება შენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. და ის, რომ კონსტიტუციაში გიწერენ, რომ პროდასავლური არჩევანი არის შენი რაღაცა საბედისწერო განაჩენი, მაშინ, როდესაც თუ ინგლისის მაგალითს ავიღებთ, კონსტიტუციაში საერთოდ არ აქვს კონსტიტუცია, ხო? და მოქმედებენ ისე, აი პალმერსტოუნის ცნობილი სიტყვების მიხედვით, რაც აწყობს ინგლისს და ამ დროს შენ გაიძულებენ. როგორ შეიძლება რომ კონსტანტა ჩაგიწერონ კონსტიტუციაში, როდესაც ესე დინამიურად იცვლება ეს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პროცესები. ეხლა ამ ხელისუფლების დამსახურებად მიმაჩნია მე, რომ მან შეძლო აი სუვერენული პოლიტიკის განხორციელება, რომელიც ორიენტირებული იყო ეროვნულ ინტერესებზე, მიუხედავად ძალიან დიდი ზეწოლისა, რომელსაც იგი განიცდიდა თუ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუ ეხა ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ, რა განცხადებები კეთდება და რა პროვოკაციები არის საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ შეცვლილია ეს მსოფლიოში ეს წესრიგი, ჩვენი ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ ბეწვის ხიდზე გადის და მე მინდა ვიქონიო იმედი, რომ ბოლომდე გავალთ ესე და რაღაც არ ჩავერთვებით აი ამ
კატაკლიზმებში. ეხლა რაც შეეხება ამ ლიბერალური იდეოლოგიის კრიზისს, ხო? ის დღის წესრიგი, რომელსაც ეს ლიბერალიზმი გვთავაზობს, გარკვეულ ეტაპზე ისტორიის განვითარებისა, ხო, ლიბერალიზმი ძალიან დიდ როლს და დადებით როლს თამაშობდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული. დღეს ლიბერალური ღირებულებები არის კრიზისში, იქამდე რომ ის უარყოფს ნებისმიერ იდენტობას და სწორედ აი აქ დავეჯახეთ. ჩვენ, როდესაც გვთავაზობენ, რომ ჩვენ არ უნდა გქონდეს ეროვნება, არ უნდა გქონდეს რელიგია, იქამდეც მივედით რომ სქესიც არ უნდა გქონდეს. რომ ნებისმიერი ის მომენტი, რაც შენ იდენტიფიცირებას უწყობს ხელს, არის აბსოლუტურად ნიველირებული. და აი აქ უკვე, როდესაც აი ესეთი დღის წესრიგი იქნა შემოთავაზებული საქართველოსთვის, უკვე რეალურად განწყობები შეიცვალა. თუმცა არის რაღაცა ახალგაზრდების ნაწილისა, რომელიც აი ამ ლიბერალური განათლების მსხვერპლები არიან და რეალურად მე ისინი ძალიან მეწოდებიან, იმიტომ რომ ხელისუფლებების ბრალია, რომლებიც ამ დასავლურ იდეებს ახლა შორს არ წავიდეთ და ზოგიერთი აი ესეთი ფაქტიც კი არის, რომ ზოგიერთი ადამიანი ახალგაზრდა არის ნორმალური განვითარების, ვთქვათ, არა აქვს ის გენდერული დევიაცია და არის ქალი ან კაცი, მაგრამ იმიტომ რომ იყოს პროდასავლური, არა იგონებს რომ არიან ლესბოსელი ან გეი. ეს ხო არის ძალიან დიდი ტრაგედია, ხო? და აქამდე მიუშვით ჩვენი ახალგაზრდები. ამიტომ ის რეფორმა, რომელიც დღეს მიმდინარეობს განათლების, მე ძალიან მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს იქნება კარგი რეფორმა განათლების, ჯერ რაღაცა საწყის ეტაპზე ვარ და მაინდა-მაინც დიდი ინფორმაცია არ აქვს. ეხლა რაც შეეხება სასკოლო რეფორმას, ეხლა მე რაც ანონსირებული იყო ის მომწონს, მაგრამ რაც შეეხება უმაღლესი განათლების, მე არ ვიცი, ამიტომ ვერაფერს ვერ ვიტყვი, ხო? მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეხლა განათლების სისტემა არის ყველაზე უფრო ეფექტური, ნაყოფიერი სოციალიზაციის წყარო, ღირებულებების ჩამოყალიბებისა და არავისთვის არ არის დაფარული, როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, სწორედ განათლების სისტემას ცვლიდა და შემთხვევით არ არის, რომ ჩვენ ჩაბმული ვართ ამ ბოლონიის პროცესში და იმ ღირებულებებით ვზდით ჩვენ ახალგაზრდობას, რომელსაც ევროპა გვთავაზობს, ამიტომ ეს ყველაფერი არის შესაძლებელი, ხო? რაც შეეხება ახლა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობებს, საერთოდ ის რაც ხდებოდა, ის არის შენი ინტერესების საწინააღმდეგო სვლა. ჯერ ესეთი ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს აი ეს ინტერპრეტირება ამ ჩვენი ისტორიული წარსულისა და რეალურად ეხლა მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს შორის ისტორიულად რაღაც ცუდი არ არსებობდა. რა თქმა უნდა, არსებობდა ცუდიც, მაგრამ ძალიან ბევრი კარგიც იყო. როდესაც ჩემი სტუდენტები მე მაგალითად მეკითხებიან, რომ აი რა აზრისა ვარ, თქვათ, ჩვენი ისტორიული განვითარების შესახებ, არა მე ყოველთვის მათ პასუხობ. სწორი იყო თუ არა არჩევანი, ესე იგი ერეკლე მეორის. მე ვპასუხობ ძალიან მარტივად, რომ დღეს ისეთი პატარა ერი, როგორიც საქართველო არის, არსებობს როგორც სახელმწიფო, იმის განმაპირობებელია, რომ საქართველოს გააკეთა სწორი არჩევანი. და აი ამ თუ დაალაგდება, ახლა რუსეთიც აბსოლუტურად შეცვლილია, ის არ არის ის რუსეთი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს იყო, მას აქვს ძალიან პრაგმატული თავისი მოთხოვნები, ესე იგი თავისი ინტერესები და თუ მიაქცევთ ყურადღებას, ის არ ლაპარაკობს ყოფილ საბჭოთა სივრცეზე და ამ პატერნალისტურ დამოკიდებულებაზე, რომელიც იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ საქართველო უნდა განვითარდეს და არსებობდეს ამ რეგიონში ისე, რომ მან არ შეუქმნას არავის საფრთხე.
და არ ქონდეს ის დესტრუქციული ფუნქცია, რომელიც მას დასავლეთმა მიანიჭა. ეს იქნება ყველაზე კარგი და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და ამ ურთიერთობების გაუმჯობესება არის ორი ქვეყნის ინტერესებში. როგორც ეკონომიკური, ისე კულტურულ ღირებულებით თვალსაზრისით და მე მჯერავს, რომ ეს ურთიერთობები დალაგდება, მით უმეტეს, რომ დღეს ამისთვის რაღაცა ხელსაყრელი პირობები იქმნება გლობალურ დონეზე. Ai.